მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, დღეს ჩვენ საქართველოში უნიკალური და მასშტაბური პროექტის განხორციელების მოწმე გავხდით. ქვეყანა შეემატა ულტრათანამედროვე უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი, ბლექსი არენა. ეს გახლავთ ფონდი ქართუს მიერ განხორციელებული 200 მილიონიანი პროექტი და დღეს ფონდი ქართუ ამ შესანიშნავ საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს, გადასცემს მას საკუთრებაში. ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას. ეს არის მისი სამშობლოს წინაშე 8 წლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მინდა ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო დიდი მადლიერება განსაკუთრებით იმ იდეის გამო, რომ ასეთი უნიკალური საკონცერტო დარბაზი შეკვეთილის მახლობლად აშენებულიყო. პრაქტიკულად ეს გახლავთ რეგიონის განვითარების პროექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვისპირეთის ამ ნაწილისთვის. ასეთი მასშტაბური ობიექტის აშენებით გაიზრდება ტურიზმი. შესაძლებელი გახდება ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის. და რაც მთავარია, ეს მხარე შეძლებს ისარგებლოს ტურისტული ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლით. აღარაფერს ვამბობ დამატებით სამუშაო ადგილებზე, რომლებიც ასეთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისას იქმნება. მარტო მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. როგორც ხედავთ, დარბაზი უკვე მზად არის იმისთვის, რომ უმასპინძლოს ჩვენს მოქალაქეებსა და უცხოელ სტუმრებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი იქნება ძალიან მაღალი. საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. გათვლილია 10,000-მდე მაყურებელზე. დაპროექტებულია სრული უსაფრთხოების დაცვით. გათვალისწინებულია სტუმრებისათვის სრული კომფორტი და რაც მისასალმებელია, გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. არის მათთვის განკუთვნილი ადგილები, რისი პრეცედენტიც შეიძლება ითქვას აქამდე არ ჰქონია. დარბაზის სივრცე ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ ღონისძიებებს. შესაბამისად, დარბაზი მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერ უმაღლესი დონის ვარსკვლავსა თუ შოუ პროგრამას. ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად ფონდი ქართუ ქართველ ხალხს და ჩვენ სტუმრებს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს. ესაა მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე. ამ დარბაზში გაიმართება ისეთი წარმოდგენები, რომლებიც თითოეულ სტუმარს დამუხტავს განსაკუთრებული ემოციით, განსაკუთრებით უცხოელ მაყურებელს დაუტოვებს წარუშელ შთაბეჭდილებებს საქართველოზე და იქცევა ჩვენი ზღვისპირეთის ერთ-ერთ უმთავრეს სავიზიტო ბარათად. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ფონდ ქართუს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული ამ მართლაც და განსაკუთრებული საჩუქრისთვის. დიდი მადლობა. ხელი ეწერება შეთანხმებას საკონცერტო დარბაზ ბლექსი არენას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ჩუქების შესახებ. ფონდი ქართუს მხრიდან ხელს აწევს ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი. საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან შეთანხმებას ხელს აწერს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი დიმიტრი ქომსიშვილი.